საღამოშვიდობისა მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მსმენელებო. დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთთან არ გქონია დიალოგი. უბრალოდ არ ხერხდებოდა ჩვენი ჩაწერა. ეხლა მოგესალმებით ყველას და დღევანდელ დიდ დღესასწაულს რა თქმა უნდა ყველას მოგილოცავთ. და მინდა გითხრათ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი ლოცვები, თქვენი ლოცვები, ჩვენს მიერ ჩატვირთული თქვენ და მიმოწმული ყველა ის ლოცვა რომელსაც თქვენ იყენებთ კარგად გამოგადგათ, გამოხვედით იმ სტრესული მდგომარეობიდან და იმ ჯადოს ზემოქმედებიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდით და იმედია რომ უკეთესად გამოიყურებით და გრძნობთ თქვენს თავებს. მინდა გითხრათ რომ იმედი მაქვს და იმედს ვიტოვებ რომ ყველა ის ლოცვა რომელსაც ჩვენ ჩაგიდებთ მომავალში ჩაგიწერთ და ჩავდებთ ისინიც ასევე დაგეხმარებიან, გაგათავისუფლებენ ბოროტი ძალებისაგან და უფალი დაგვეხმარება ყველა ჩვენთაგანს და მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა მთელ მსოფლიოს გამოვიდეთ იმ მძინარე მდგომარეობიდან, მაროკიდან, ასე ვთქვათ, ბუნდოვანი მდგომარეობიდან, რომელიც ესოდენ დიდი რაოდენობით აქვს მსოფლიოს მოსახლეობას გაკეთებული ერთმანეთს, რომელსაც უკეთებენ ისინი. მაროკი არის ყველაზე მეტად გავრცელებული გონების დაბინდვის ჯადო იგივე, რომელიც პირველია, რითაც ადამიანები ცდილობენ თქვენი ძვირფასი ჯანმრთელობა, სილამაზე, სხეული, ფინანსები და ყველა სიკეთეები მოიპარონ. თუ მაროკს არ გაგიკეთებენ, თქვენ მიხვდებით, რომ ეს ადამიანი თქვენზე ჯადოობს და იგრძნობთ სიმწარეს ძალიან სწრაფად. და როდესაც მაროკს გიკეთებენ, თქვენ უკვე არიცით, რომ თქვენ ხართ ზემოქმედების ქვეშ და თქვენი გონება არის დაბინდული. ასეთ შემთხვევაში იძულებული ხართ, რომ დაემორჩილოთ მის ყველა კაპრიზს და გააკეთოთ ისე, როგორც მას უნდა. ანუ ადამიანს, რომელიც თქვენზე ახდენს ენერგეტიკულ ზემოქმედებას. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად პირველ რიგში უნდა ატყდეს და დასრულდეს ის ჯადოები, რასაც მაროკს უწოდებენ და ამით ადამიანები მიხვდებიან, რომ ერთმანეთი არ უნდა ეჯავრებოდეთ, არ უნდა ეზიზღებოდეთ ურთიერთობა ერთმანეთთან და არ უნდა შურდეთ ერთმანეთს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ამბავი არ დასრულებულა, საწყის ეტაპზე იმყოფება და მე ვფიქრობ, რომ დადგება ის დრო, როდესაც ადამიანები შეძლებენ თეთრის და შავის გამორჩევას. პირველ რიგში მაროკი ყველას ერთნაირად ეწყება და თუ ასეთი სიმპტომები გაქვთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ უკვე ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით. ან შესაძლოა უკვე მძიმე ფორმებიც აგაქვთ. მაგალითად ის, რომ როდესაც ცხოვრობთ, მეორე და მესამე დღიდან იწყებთ უკვე ნელ-ნელა ხალხის დავიწყებას. მეხსიერება გიბუჯდებათ და გავიწყდებათ ადამიანები, ვეღარ ცნობთ ქუჩაში, დადიხართ და მალე საერთოდ ვერავის ვეღარ ცნობთ. ისეთი შეგრძნებები გაქვთ, რომ ცხოვრობთ იქ, სადაც არავის არ იცნობთ. აი სწორედ ეს გახლავთ პირველი მანიშნებელი სიგნალი იმისა, რომ თქვენი მდგომარეობა კარგისკენ არ მიდის. შეეცადეთ, გამოფხიზლდეთ, ძალიან რთულია, გარწმუნებთ ძალიან რთულია გამოსვლა მაროკიდან, გონების დაბინდვიდან, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენ ყველაფერი გვეჩვენება სხვადასხვანაირად. ის რაც რეალობა აღარ ჩანს, აღარ არის ჩვენს თვალწინ. ეს უკვე მძიმე ფორმაა, როდესაც უკვე ადამიანებს ვეღარ ცნობთ. და საწყის ეტაპზე ეს ისე ჩუმად მოიპარება, რომ ვერც კი გაიგებთ, რომ თქვენ ამას გიკეთებენ, გონებას გიბინდა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, თუ თქვენი გული გეუბნებათ, რომ ამ ადამიანს არ უნდა ეურთიერთოთ. პირველ რიგში თქვენ გულს უნდა მოусმინოთ და არ უნდა ეურთიერთოთ ასეთ ადამიანებს. როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს იცინის, დახტის, რაღაც სულელობებს აკეთებს, რაღაც არაორდინალური ქმედებები აქვს, იცოდეთ, რომ ეს მისი ქმედებები არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ რაღაც მსგავს მანიპულაციას აკეთებს თქვენზე.
იმიტომ რომ ნორმალური ადამიანი არის ყოველთვის გაწონასწორებული და არასოდეს სულელობებს არ ატარებს. თუ ადამიანს ვერ აბავენ, გიჟის მოქმედებები აქვს, ესე იგი ან თვითონ არის ზემოქმედების ქვეშ, ან თვითონ აპირებს და ახდენს ზემოქმედებებს გარშემო მყოფზე. ყველანაირად იყავით ფხიზლად, როდესაც ქრისტეს ლოცვებში ვკითხულობდი და მაინტერესებდა რომ იყავით ფხიზლად, იმიტომ რომ არავინ არ იცის, როდის რა მოდის. კარებზე როდის დაგიკაკუნებენ, აი ლოცვაში არის და ბიბლიაშიც არის, რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ქრისტემ ხალხს უთხრა დაუტოვა, ხო? რომ იყავით ფხიზლად. მე მეგონა რომ სიკვდილს გულისხმობდა ამ სიტყვებში. მაგრამ როდესაც კარგად და ღრმად ჩაუფიქრდი და ეხლა დღევანდელი გადასახედიდან მინდა გირჩიოთ და გითხრათ, რომ ნამდვილად ქრისტემ იგულისხმა ჯადოები. იგულისხმა ენერგეტიკული ზემოქმედება ადამიანებზე და ჩვენ არ ვიცით, დღემდე არ ვიცოდით, ჩვენ ძალიან დიდხანს არ ვიცოდით, რომ ასეთი რამე არსებობდა. კიდევ მინდა გითხრათ ერთი რამ. საერთოდ ადამიანები, რომლებიც არაორდინალურად იქცევიან, უმეტესწილად არიან თვითონ არიან ჯადოების გამკეთებლები, რომ იცოდეთ. ვინაიდან ცდილობენ ამით გადაფარონ თავიანთი ავადმყოფური ყოფა. და საერთოდ მე მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ჯადოებს ატარებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები დაბადებიდან. ანუ ისინი დაიბადნენ არანორმალურად არსებული გონებით. შემდეგ დაბადებიდან ინვალიდები. ანუ როგორიც გაჩნდნენ ინვალიდებად. შემდეგ ადამიანები რაღაც შეზღუდული დაავადებებით ასევე დაბადებიდანვე. ეს ყველაფერი, რომ იცოდეთ, მოდის წინა ცხოვრების კარბიდან. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ადამიანის სული არ კვდება. ის სხვადასხვა ფორმებში გადადის და შესაბამისად მას აქვს გამოცდილებისათვის საშუალება მრავალჯერ გაჩნდეს დედამიწაზე. ეს არ არის მარტო ინდური აზრი, ეს არის ძალიან ბევრი მეცნიერული კვლევის მიერ დადგენილი რამ, რის გამოც ადამიანებს ეძლევათ საშუალება საკუთარი ცოდვები გამოისყიდონ და როდესაც მეორედ, მესამე და ასე შემდეგ ჩნდება ადამიანი, ჯოჯოხეთიდან ამოსული ადამიანი, რომელმაც მთელი ამ დიდი რაოდენობის პერიოდი, რასაც ჩვენ წლებს ვუძახით, იქ ეს წამები და წუთებია, დიდი წამებები გამოიარეს თავიანთ ცოდვებზე, ისინი როდესაც ხელახლა გამოდიან დედამიწაზე და ჩნდებიან ახალ სხეულში, ისინი ინვალიდებად, ავადმყოფებად, შეშლილებად, დაავადებულებად იბადებიან და ზოგი მალეც კვდება, მაგალითად, ეს უკვე ყველა ცოდვის გამოსყიდის ფორმები აქვს სამყაროს. და აქედან გამომდინარე, სწორედ დაბადებული, ინვალიდებად, ავადმყოფებად, შეშლილებად და სხვადასხვა ესეთი დაუშვათ გონებრივად შეზღუდული ადამიანები ყველანაირად ცდილობენ ისევ ძველ წესებზე იცხოვრონ, ანუ წინა ცხოვრების წესს მიყვებიან და ისევ ჯადოებს აგრძელებენ, რომ იცოდეთ. იმიტომ რომ ძალიან ძნელია იმ კარმიდან გამოძრომა, რაზედაც ეგენი იყვნენ უკვე შემჯდარი, რასაც აკეთებდნენ წინა ცხოვრებებში. და აქედან გამომდინარე ძალიან უჭირთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეძენილი აქვს ინვალიდობა, შიზოფრენია და ასე შემდეგ, უმეტესწილად ეს ადამიანები გახლავენ სწორედ მათ მიერ გაკეთებული ჯადოების ზემოქმედების ქვეშ მყოფნი, რადგანაც ისინი თავიანთ დებილიზმს, თავიანთ სიმათხოვრეს, სიღატაკეს, უქონლობას, სწორედ ეს უქონლობები მათ ზეციდან აქვთ. დანიშნული, რომ ეგენი უნდა იყვნენ მშივრები, ტიტულები, უქონლები, დებილები, მაგრამ ეს არის გამოსყიდვა თავიანთი ცოდვების, მაგრამ ეს ადამიანები არ აპირებენ გამოსყიდვას უმეტესწილად და ისევ აგრძელებენ თავიანთი ცოდვების ჩაძენას. და უფრო მეტად ამატებენ და ამატებენ. მათ ასე გონიათ, რომ რაც მეტ ცოდვას შეიძენენ და დაიმატებენ და სხვის ბედნიერებას, სხვის ცხოვრებას, სხვის სიყვარულს, სხვის სიკეთეს მოიპარავენ, ჯანმრთელობას, უმეტესწილად ჯანმრთელობას, ყველაფერი მოსწოთ. აი, გაოგნებული ვარ ხანდახან ისეთ ჯადოებს
აკეთებენ, რომელიც პროსტა ვერც მოიფიქრებ ადამიანი, რომ ეს შეიძლება მოეწონოს მეორე ადამიანში მეორე ადამიანს. დაწყებული ელემენტარული წამწამებიდან დამთავრებული სიარულის მანერით, ყველაფერი მოსწონთ და ყველაფერს იპარავენ. აქედან გამომდინარე, უნდა იყოთ ძალიან ფხიზლად. ქრისტემ როგორ გითხრა, ხო? გითხრა, რომ იყავით ფხიზლად, არავინ იცის, როდის მოგვიკაკუნებენ კარზე. მოგვიკაკუნებენ კარზე, ესენი არიან, რომლებიც აკაკუნებენ. ჩვენი რომელიც ყველას მოსწონს, ხო? ყველაფერი მოსწონთ ამ ხალხს. ამ ხალხისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას მოიპაროს, თავარია მოიპაროს. მე მაგალითად ვიცი ადამიანი, რომელიც პარავს პატარა მცირეწლოვან ბავშვებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და დარბის და დახტის დღემდე ბავშვების ფეხებით. მისი სხეულით და მისი ენერგიით ეს ქალი არის 92 წლის და ლაპარაკობს პატარა ბავშვის ხმაზე და მაპატიეთ ისვრის შარვალში საცვალში ისვრის, იმიტომ რომ პატარა ბავშვების ენერგეტიკა აქვს გადატანილი და არა ერთი ბავშვის, არამედ მრავალის. კიდევ მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები უკვე დასპეცებული არიან და დამხეცებული აქვს სწორედ ის ნიუანსები, რომ როდესაც ჩვენ ლოცვებს უგზავნით, ლოცვებს რომ ვკითხულობდეთ და თავიანთ ჯადოებს უკან უბრუნებთ, აკეთებენ ისე, რომ გადააქვთ ხან სხვა ადამიანებზე, ხან სხვა დაუშვათ ცხოველებზე, მცენარეებზე, ფრინველებზე და თვითონ არ მისდით. მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს ვერ იქნება ეგ ეგრე, იმიტომ რომ მაგათი ჯადოები აუცილებლად გატყდება და ტყდება კიდეც და ყველა ეგენი იღებენ ცხვირპირში. მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ადამიანი ჩემთან საუბრისას ასე გვეუბნებოდა, ჩვენ არ გვეჯერა ჯადოების დიდი ხნის წინადელობას გეუბნებით, ესეთი მსგავსი რამ ჩვენ ათეისტები ვიყავით და არ გვეჯერა. და გვეუბნებოდა, რომ არაუშავს. ცხოვრება გადის, ეს არსებობს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არაუშავს. ხო, წლები ხო გადის, ვერ მას ეგონა, რომ ეს ცხოვრება იყო მხოლოდ მისი. იმიტომ რომ ის აკეთებდა ჯადოებს და ჯადოქრულ წრეში ყრიდა მის გარშემო მყოფ ადამიანებს. და სამწუხაროდ ჩვენ ვაკვირდებოდით მის ქმედებებს და იცით რა არის ყველაზე საინტერესო, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა ამ ადამიანს. ყველა ეს ადამიანი უბედურებაში ჩავარდა. ან ოჯახში დაენგრა, ან გარდაეცვალა, ან სულ ტრაგედიებში და იმაში იყვნენ ეს ადამიანები და სულ ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანი რატომ არის მეთქი ასეთი, რომ ვისაც მიეკარება ყოველთვის არის ბოროტი და ძალიან ცუდი რაღაცები. ხდება მის ირგვლივ. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ აკეთებდა ჯადოებს ადამიანებს და იძულებულს ხდიდა, რომ ცხოვრება დაკარგოდათ ამ ადამიანებს და ბოლომდე ჩაფუშულიყო მათი მომავალი. და ეს ადამიანი დღემდე აგრძელებს, იპარავს ამას, თუმცა ჩვენი ლოცვებით მიიღო უკვე თავისი დებილის ფიზიონომია. ჩვენ ამას წინათ დავაფიქსირეთ მისი მდგომარეობა და საკმაოდ კარგად აქვს მიღებული თავის ჯადოები და ვერც ვერასოდეს ვერ მოიცილებს ამ ჯადოებს, მისი ცხოვრება ეგრეც დასრულდება თავისი ჯადოებით და ეგრეც მაგითაც მოკვდება. და ყველა ჯადოქარი, რომელიც ადამიანებს ჯადოებს უკეთებს და ჩვენი ლოცვებით მას უბრუნდება თავისი ჯადოები, ყველა გასივდება. სივდება, იცით საინტერესო რა გითხრათ? სივდებიან ჯადოქრები, სუქდებიან და სივდებიან. აი ეს გახლავთ პირველი სიმპტომი იმისა, რომ ისინი იღებენ თავიანთ ჯადოებს დინგში. აი მაპატიეთ ასეთი გამოთქმისთვის ზუსტად ღორები არიან და დინგებში იღებენ თავიანთ ჯადოებს. შესაბამისად, ყველას, ვისაც თქვენს გარშემო დაინახავთ, რომ გასივება დაიწყო, იცოდეთ, რომ ეს ადამიანი არის ჯადოქარი და თქვენი ლოცვებით იღებს უკან თავის ცოდვებს. და უნდა ატაროს თავისი ჯვარი, მან უნდა ატაროს თავისი ჯვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მაგას არ ეშველება, მაგათმა უნდა იცოდნენ, რომ თავიანთი ცოდვები უკან მისდით. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტად ბევრ სიბოროტეებს გააკეთებენ. თქვენ იცით რას აკეთებენ? ეკლესიაში შედიან, სანთლებს აბრუნებენ და პარაკლისებს უკვეთავენ, მკვდრების პარაკლისებს უკვეთავენ ცოცხალ ადამიანებზე. ეს სატანები, ეს არა ადამიანები, ენერგეტიკული ვამპირები, ბოროტები და ეშმაკის დემონები. ბეჭდებს ასწავენ ადამიანებს შუბლზე, სიკვდილის ბეჭდებს ასწავენ. და ასეთი ადამიანები
თქვენს გვერდში ზიან, ოჯახში შემოდიან, გიცინიან და ვითომ თქვენი ერთგული და მეგობრები არიან. არ დაიჯეროთ, ვინც მეტისმეტად გიკრიჭინებთ, ზუსტად გიკრიჭინებთ, ესენი იკრიჭებიან, დახტიან, დაკვინტრიშობენ. იცით რატომ დაკვინტრიშობენ? იმიტომ რომ სხვების აქვთ მოპარული, საკუთარი არაფერი არ გააჩნიათ. ესენი არიან ბოროტების სიმბოლოები, ბოროტები, იმდენად ბოროტები არიან, რომ დამალულად მოდიან ადამიანის სასიკვდილოს საკეთებლად. იცით თქვენ რომ ყველა ჯადო კლავს? ყველა ჯადო დასასრული ყველასი არის სიკვდილი. იმიტომ რომ ძირითადად სასტიკი ჯადოები სიყვარულზე, ფინანსებზე, ჯანმრთელობაზე, არ ვიცი, ოჯახის დანგრევაზე, ყველა ეს ჯადოები კეთდება სწორედ საფლავებზე, სწორედ სხვადასხვა მიცვალებულებისა და დემონებისა და სულების მიბმით ხდება აი ამის გაკეთება და ესენი რიტუალებს აკეთებენ, ესენი ცხოველებს კლავენ, ესენი ადამიანებს კლავენ და ცხოველები ამათვის არაფერი არ არის. გააუფრთხილდით თავებს, მოეფერეთ ერთმანეთს და გიყვარდეთ ერთმანეთი.